ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც ეს სტუდია არ ჩაირთო იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მთავარი მოვლენები გააშუქოს. მე მინდა რუსთავიორის სახელით ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. გვერდსმუნეთ. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზია მიმართოს. თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, უფრო ზუსტად კი ამ წუთიდან, რუსთავი-2 გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას, 3:30-ზე რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ რუსთავი-2 და სიტყვის თავისუფლება. და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გავრცელდა, როგორც ცნობილი გახდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ წუთებში მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი, მას სავარაუდოდ გულის შეტევა აქვთ. ეს გახდათ ბოლო ინფორმაცია, მე კვირამდე გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით რუსთაველზე 3:30-ზე. ნახვამდის.